ძვირფასო ტელემოხურებლებო, გიოსავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ფარავდეთ უფალი, დღეს ვაგრძელებთ ჩვენს კვირის პოლიტიკურ მიმოხილვას, როგორც წესი შევეხებით საგარეო მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს, რაც კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და საკმაოდ მდიდარი იყო ეს კვირა ასეთი მოვლენებით და შემდეგ როგორც საერთოდ ვაკეთებთ ხოლმე ვისაუბრებთ საქართველოზე როგორ ზეგავლენა სახდენენ ეს მოვლენები, რა იყო ახალი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მომავალში. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც იყო გასულ კვირაში, ეს იყო მოლაპარაკებები ისლამაბადში, პაკისტანის დედაქალაქში, იყო მოლოდინი, რომ აქ თითქოს უნდა შეთანხმებულიყვნენ 40 სუტის გახსნაზე. ამის მოლოდინის შექმნა სწორედ იმან, რომ ტრამპმა გააგზავნა ამ შეხვედრაზე საკმაოდ მაღალი დონის ფიგურა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვანსი. ჩვენ ვიცით, რომ დივენსი საერთოდ წინააღმდეგი იყო ამ ოპერაციის დაწყების ირანში, სამხედრო ოპერაციის დაწყების, მაგრამ სწორედ ამიტომ, რომ ის აი ამ ჰექსეთთან, რომელიც ქორად არის, ასე ვთქვათ, წოდებული და უფრო აქტიური იყო ამ როგორც ომის მინისტრი, როგორც მას ოფიციალურად დაარქვა ტრამპმა თავისი მოსვლის შემდეგ, განსხვავებით მისგან ჯეი-დი ვენსი თავშეკავებულ პოზიციას ამჟღავნებდა და თავიდანვე გახდა ცნობილი, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყებას. აი აქედან გამომდინარე სწორედ მისი ამ პოზიციიდან ირანის მხარემ მოითხოვა, რომ ჩაერთოთ მოლაპარაკებებში ვიცე-პრეზიდენტი დი ვანსი, მაგრამ გამომდინარე საერთოდ ფილოსოფიიდან მოლაპარაკებებისა, როცა მასში ერთვებიან პირველი ან მეორე პირები, ძალიან მაღალი დონის ფიგურები, 50-ზე მეტი როგორც წესი უნდა არსებობდეს პროცენტი, რომ მოლაპარაკება შედგება და მიღწეული იქნება შეთანხმება. ვინაიდან შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ეს იქნება ჩავარდნად და ნებისმიერი მაღალი დონის ფიგურისთვის ეს იქნება სერიოზული დატყვამის რეპუტაციაზე, რასაც ყველა თავს არიდებს, რა თქმა უნდა, და ასეთ ვითარებაში თუ არ არის მოსალოდნელი რამე სერიოზული შედეგის მიღწევა, როგორც წესი, უკანა პლანის ფიგურებს აგზავნიან ხოლმე მოლაპარაკებებს და თვითონ როგორც წესი პირველი და მეორე ხაზელები პოლიტიკისა არ მიდიან ხოლმე ამ მოლაპარაკებებს. შესაბამისად, ცოტა უცნაური იყო შედეგი, რომ აი ამ 20 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ დივანსმა მოულოდნელად და ესე ვთქვათ, ბევრი განმარტების გარეშე დატოვა ისლამაბადი და გაემგზავრა უკან ამერიკაში. მან მოასწრო ეთქვა, რომ არ იქნა მიღწეული შეთანხმება, ირანის მხარე არ დათანხმდა ამერიკის წინააღმდეგობას 40 სუტის გახსნის შესახებ და თავარი თემა მაინც იყო ეს, ვინაიდან მეორე თავარი თემა რაც იყო რა დაკავშირებული ბირთვულ გამოცდებთან, ურანის კრიტიკულ მასამდე გამდიდრებას და ასე შემდეგ, აქ ირანს უფრო რბილი პოზიცია აქვს, ის აცხადებს კიდევაც, რომ და ამას სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე აცხადებდა, რომ მას არ აქვს მიზანი შექმნას ბირთვული იარაღი და ეს გამდიდრებული ირანის მას ჭირდებოდა სამოქალაქო მიზნებისათვის, თუმცა აქაც შესაძლებელია, რომ რაღაც სახის კონტროლის დაშვება და მიღწევა იმისა, რომ მაგათეს ატომური ენერგიის საერთაშორისო კომიტეტის ინსპექტორებით ან კიდე სხვა ფორმით მოხერხდეს ეს, თუმცა ყველაზე მთავარი თემა აი ამ
ეტაპისთვის, აი ამ მოლაპარაკებების დაწყების პირველი რაუნდისთვის უნდა ყოფილიყო სწორედ 40 წუთის გასვლა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და დღემდე ეს სრუტე არის ფაქტობრივად ჩაკეტილი, ის არის ირანის კონტროლის ქვეშ, შეიძლება ითქვას სრული კონტროლის ქვეშ და ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში რჩება მიზნის მიღწევის გარეშე. ტრამპმა განაცხადა კიდევაც, რომ ის შეეცდება ამ სრუტის განბლოკვას, მაგრამ ამავე დროს აცხადებს, რომ ეს ორკვირიანი შეწყვეტა ცეცხლის დაზავება ორკვირიანი ძალაშია. ამ წუთში შეიძლება ითქვას კიდევაც, რომ იქ რამე შეტევები არ მიმდინარეობს არც ამერიკა-ისრაელის მხრიდან და არც ირანი არ უტევს არც მეზობლებს და არც ისრაელს არ ესხმის თავს. თუმცა ანალიტიკოსების აზრით ირანს გააჩნია მიწისქვეშა ბუნკერებში, კლდეებში მოწყობილ ბუნკერებში საკმაოდ დიდი რაოდენობით იარაღი, რომლის გათავისუფლებას ეს ამ დღეებში ეცდება და შესაბამისად მომზადებას, რომ ის საცეცხლე წერტილები, რომელიც მას მონიშნული აქვს როგორც მისი თვალსაზრისით ამერიკის მოკავშირე მეზობელ სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ასევე ისრაელის წინააღმდეგ შესაძლებელია, მაგრამ მან მოამზადოს ეს იარაღი, მოიყვანოს წესრიგში, იქ გასასვლელები შეიძლება იყოს ჩახერგილი ან დავაბების შემდეგ და გარკვეული დაზვერვის სამსახურები, მათ შორის ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების ამას ადასტურებენ, გარკვეულ სამუშაოებს ირანი ატარებს, მოსამზადებელ სამუშაოებს, რომ სული მზადყოფნა შეუქმნას თავის სამხედრო შენაერთებს და იყოს მზად შესაფერისი პასუხის გასაცემად, როგორც თulis ის ამას. ასევე ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ თუ არ იქნა მიღწეული ამ ორი კვირის ვადაში პირველი შეთანხმება, რაც უწინარეს ყოვლისა სწორედ ამ 40 სრუტეს შეეხება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ემზადება ასევე ისევე როგორც ისრაელი განაახლონ შეტევები და სამხედრო ოპერაციები გააგრძელონ მიზნის მიღწევან. აქ იყო ერთი მომენტი საკმაოდ საჩოთირო მიზნის მისაღწევად, რაც შეეხებოდა ლიბანს. ისრაელის ავიაცია ამ მოლაპარაკების პროცესშიც ძალიან აქტიურად უტევდა ლიბანს, ბომბავდა. ისრაელი აცხადებდა, რომ ეს შეეხებოდა ჰეზბოლას, რომელიც ლიბანის ტერიტორიაზე აფარებდა თავს და როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, ისინი ცდილობდნენ, რომ სამხედრო შენაერთები, რომელიც ემუქრებოდა სწორედ ისრაელსაც და ამერიკასაც განადგურებინათ, ხოლო ირანი კი აცხადებდა, რომ შეთანხმებაში შედიოდა ასევე ლიბანის დაბომბვის შეწყვეტა, რომ მიეღწიათ ზავისთვის და კონკრეტული მათ შორის 40 სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმებისთვის, ხოლო ამერიკის მხარე და ისრაელის მხარე ამას უარყოფდა, ისინი ამბობდნენ, ლიბანის საკითხი ცალკეა, აქ არ შედიოდა. ერთი სიტყვით ეს შეთანხმება არ იქნა მიღწეული და კიდევ ერთი უცნაურობა, რომელიც ახდა თან ამ მოლაპარაკებებს, იყო ის, რომ ეს მოლაპარაკებები ჩატარდა ისლამაბადში, პაკისტანში, რომელიც არც ცნობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ პარტნიორს ახლა ამ სამხედრო ოპერაციის დროს ისრაელს. არც ცნობს ამ სახელმწიფოს ისევე როგორც ირანი. ირანი რო დათანხმდა და მან მოითხოვა და მან დაასახელა სწორედ პაკისტანი გასაგებია, რომელთაც ერთი პოზიცია აქვს, თუნდაც ისრაელის მიმართ, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს ცოტა უცნაური გადაწყვეტილება იყო, დათანხმდა პაკისტანში მოლაპარაკებებზე, იმ პაკისტანში, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს აცნობს და მის არსებობას აცნობს საერთოდ აი აქ იერუსალიმის ტერიტორიაზე. ეს საკითხები ახლა გადადებულია, საბედნიეროდ ახლა საომარი ოპერაციები არ მიმდინარეობს. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, აქ თან ახლავს ამ პროცესს ამერიკისთვის, რა თქმა უნდა,
არასასიამოვნო და არასასურველი ფაქტი, რომ ტრამპმა ვერ დაითანხმა ვერც ბრიტანეთის და ვერც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ორმუზის სრუტის გახსნის ოპერაციაში და უზრუნველყოფ დახმარება, როგორც ნატოს წევრმა ქვეყნებმა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფაქტობრივად იქ მონაწილე სტრუქტურებს, სამხედრო შენაერთებს შორის და ასევე საავიაციო იმ ესკადრილიებთან, რომელიც სწორედ აი ამ სრუტის, ორმუზის სრუტის გარშემო არიან თავმოყრილი, დაბანაკებული. ბრიტანეთი ის არ მიიღებს მონაწილეობას ორმუზის სრუტის ღონისძიებაში, სანამ საომარი მოქმედებები არ შეჩერდება, არ შეწყდება და იგივე განცხადებას აკეთებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელთაც ხიად გამოთქვეს, მაგალითად მაკრონმა განაცხადა უკვე, გერმანიამაც იგივე დაადასტურა და სხვა ქვეყნებიც, მათთან არ ყოფილა შეთანხმებული ეს სამხედრო ოპერაციის დაწყება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და შესაბამისად ისინი არ არიან მზად იმისთვის, რომ სამხედრო ოპერაციაში მიიღონ მონაწილეობა. ტრამპი არაერთხელ განრისხდა ამაზე, ძალიან ცუდი სიტყვებითაც მიმართა ნატოს, ქაღალდის ვეფხვი უწოდა მას, ცუდი სიტყვებით მიმართა თავად მაკრონსაც, ამან არაფერია შეცვალა. დღემდე ეს საკითხი არ ერჩება, მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეული ტრამპისთვის არის ის, რომ მისმა სამხედრო მოკავშირეებმა ავსტრალიამ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ასევე უარი უთხრეს ამ ოპერაციაში ჩართვაზე და აქ ფაქტობრივად ამერიკა და ისრაელი რჩებიან მარტო ამ სამხედრო ოპერაციაში, რაც ართულებს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობებს ამცირებს და შესაბამისად გარკვეულ გაორებას ქმნის მორალური მხარის თვალსაზრისითაც, როდესაც მოკავშირეები, მათ შორის სამხედრო მოკავშირეები არიან ერთად, მაგრამ რაღაც ერთი ოპერაციის შემთხვევაში ისინი სხვადასხვა თვალსაზრისზე არიან, სხვადასხვა პოზიციებს იკავებენ. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, რომ უნდა იმედი გქონდეს, რომ ეს ორი კვირა არ განახდება საომარი ოპერაციები, იმედი ვქონიოთ, რომ ეს ძალისხმევა, იქ რაღაც აპარატი ისლამაბადში დარჩა კონსულტანტების დონეზე, ისინი გააგრძელებენ მუშაობას და მომზადდება თუ არა მეორე მაღალი დონის შეხვედრა ამ ორი კვირის განმავლობაში, ამას დავინახავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალ კვირასაც გავაგრძელებთ ამაზე საუბარს. ხა მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა, ძალიან მნიშვნელოვანი, იყო ბუდაპეშტში და მთლიანად უნგრეთის ტერიტორიაზე ჩატარებული გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები. მოგეხსენებათ 16 წლის განმავლობაში უნგრეთს მართავდა ორბანის პარტია ფიდესი, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო წლებში მიიღო უკვე ესეთი ჩამოყალიბებული ავტოკრატიის სახე და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ნატოს წევრი ქვეყანა ფაქტობრივად ებრძოდა ევროკავშირს, ებრძოდა ბრიუსელის ბიუროკრატიას, ამკობდა მას სხვადასხვა სიტყვებით, ებრძოდა უკრაინას, შეიძლება ითქვას, ომის ქვეშ ყოფ ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი და პრაქტიკულად ორბანი არც მალონ ამას, რომ ის იდგა რუსეთის მხარეს, აბრალებდა უკრაინის განადგურებას, ძალიან ძლიერ მდგომარეობაში ჩაყენებას უკრაინელი ხალხი, ანუ იმას, რასაც აკეთებდა რუსეთი, ფაქტიურად ორბანი აბრალებდა ზელენსკის. ამ არჩევნების დროსაც უნგრეთი მოფენილი იყო ფაქტიურად პლაკატებით, სადაც იყო ზელენსკი და მისი კონკურენტი, მისი ახალგაზრდა ვიზავი, პიტერ მადიარი,
ანუ ამ ორმა სურათმა მადიარის და სელენსკის ფაქტიურად მოიარა მთელი უნგრეთი. იქ არ იყო თვითონ ორბანის სურათების იყო ძალიან ცოტა, მთელი არჩევნების დროს იყო დაშინება უკრაინელი ხალხისო, თუ თქვენ ხმას მისცემთ პიტერ მადიარს, ჩემს ოპონენტს, მაშინ ის აქ უკრაინის წაქეზებით გააჩაღებს ომს, თქვენ ჩაგითხრებთ უკრაინელ ხალხს ომში, უკრაინის ომში, თქვენი შვილები გაიგზავნებიან და დაიღუპებიან უკრაინის ომში და ასე შემდეგ. ეს აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული ორბანისტვის, ეს არ დაიჯერა ორმა მესამედმა უნგრეთის მოსახლეობის, ეს ანტიპიარი ასე თქვა და აქ შეიძლება გავავლოთ პარალელი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან, 24 წლის არჩევნებთან, რომელიც აცნო არავინ და რომელიც ახლა უკვე მოსკოვის მექანიზმით ეუთოსი მოთხოვნილია ამ არჩევნების გამოძიება, იმიტომ რომ იქ სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და აი ამ არჩევნების 24 წლის არჩევნები, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩაატარა, ერთი გავდა სწორედ ორბანის მიერ ჩატარებულ პროპაგანდას. აქაც დღე და ღამე იყო საუბარი იმაზე, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს აქ ზელენსკის მოთხოვნით, ომში ჩაერთვება საქართველო, ომში ჩაითრევენ საქართველოს, აქ ევროპას უნდა რომ ომისკენ მოუწოდოს საქართველოს და მთელი თბილისი და საქართველო მოფენილი იყო დანგრეული უკრაინის სურათებით, აი რა უქნა ზელენსკიმ უკრაინას და გვერდით იყო აყვავებული საქართველოს სურათები, რაც მორალურად, რა თქმა უნდა, არაკორექტულად და უფრო კიდევ უარესად რო ვთქვათ, ამორალურადაც გამოიყურებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ არც აქ არ იმუშავა ამან არავის აღარ, თუმცა მაინც არჩევნებში გაიფორმა ივანიშვილის ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, გამარჯვება, რაც აცნო ქვეყნის შიგნით, რაც ეთნოპატია, აცნო ის მოსახლეობა, ეს მოსახლეობა მოგეხსენებათ, უკვე 500 დღეა საპროტესტო გამოსვლებს ატარებს უწყვეტად საქართველოში და აცნო არავინ, არც ევროპაში, არც ამერიკაში და ასად, მსოფლიოში. ცნობდა ამას მხოლოდ უნგრეთი და უნგრეთში გუშინ ორბანი დამარცხდა კატასტროფულად, შეიძლება ითქვას, მისმა კონკურენტმა მიიღო კონსტიტუციური უმრავლესობა, ამის მოლოდინი იყო, სხვათა შორის, მაგრამ ამას უარყოფდა ორბანის და უარყოფდა სხვაებიც, მისი მეგობრები, რომელზეც ცალკე ვისაუბრებთ ახლა კიდევ, თორემ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ერთობისთვის. გუშინ ჩატარებული არჩევნებით და ულოცავ მე უნგრელ ხალხს ამ დიდ გამარჯვებას, ეს იყო ევროპული კულტურის ზეიმი, შეიძლება ითქვას, ევროპული თავისუფლების, ვინაიდან არასებული რაოდენობა გამოვიდა ხალხის უპრეცედენტო 80%-ზე მეტი, რომ არ მიეცათ საშუალება ორბანისტვის გაეყალბებინა ან რამე მანიპულაციები ჩაეტერა არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, როდესაც ასეთი რაოდენობის ხალხი გამოდის საარჩევნო უბნებზე, იქ მოსყიდვაც, დაშინებაც, ის მანიპულაციები, რაც წლების განმავლობაში ტარდება, რასაც საქართველოშიც სამწუხაროდ იყენებენ და რუსეთშიც და ბელორუსშიც და ასეთი ტიპის ქვეყნებში აღარ მუშაობს. რომ მობილიზებული მოსახლეობა თავისთავად არის კონტროლი ხმების დაცვაზე და იმის საშუალების ფაქტიურად მოსპოვაზე ადმინისტრაციისადმი, რომ ეს ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული იქნეს აი აღმოსული ამომრჩევლის ხმების გაყალბების, იქ ისეთი მანიპულაციების ჩატარებისთვის, რომელიც გავლენას მოახდენს სწორედ შედეგებს. შესაბამისად, ამას ყველა აღიარებს დღეს, სწორედ ამ უპრეცედენტო ამბავმა, რომ გამოვიდა უნგრელი ამომრჩევლების 80% და მუდმივი რიგები იდგა ყველა საარჩევნო უბანთან, მთლიანად მთელი უნგრეთის მასშტაბით
განაპირობა ის, რომ სადღაც უკვე უბნების დახურვის შემდეგ მალევე, როცა პირველი 20-25-30% იქნა დათვლილი ხმების, გამჟღავნდა, რომ ძალიან დიდი უპირატესობით იგებდა ამ არჩევნებს. სწორედ ოპოზიცია, ანუ ოპოზიციის კანდიდატი მადიარი, მან მაჟორიტარულ ოლქებშიც და პროპორციული სისტემითაც კატასტროფულად მოუგო ორბანს და ყველაფერს მოყვა ის, რომ გვიან ღამით უკვე ორბანმა აღიარა დამარცხება, მან ასეთი განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ უკვე ვიცით, რომ უნგრელმა ხალხმა ჩვენ არ გამოგვიცხადა ნდობა და აღარ გვანდო ქვეყნის მართვა. და მიულოცა, საერთაშორისო ძალიან კარგი ფაქტია, როცა ძნელად მოსალოდნელი იყო ისეთი ავტოკრატი ლიდერისგან, როგორც ორბანია, ეს, მაგრამ უნდა თქვათ აუცილებლად შევა უნგრეთის ისტორიაში როგორც დადებითი ფაქტი, რომ ამით ორბანმა სამოქალაქო ომი აცილა თავიდან თავის ქვეყანას და ეს შევა რა თქმა უნდა ისტორიაში როგორც დადებითი ფაქტი, ვინაიდან ისეთი რაოდენობის ხალხი გამოდიოდა ქუჩაში და გადავსებული იყო ბუდაპეშტის სხვა ქალაქებით, რომ თუ მოინდომებდა ორბანი თავისი სპეცსამსახურების და მას ეს ავტოკრატიული 16 წლის განმავლობაში საკმაოდ დაქოქილი ყავდა ეს თავისი რაზმი, თავისი სპეცრაზმით, შესაბამისი თანხების მობილიზებული რომ ებრძოლა, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ გააკეთა, ის არ წავიდა საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ, მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და თქვა, რომ არჩევიან ოპოზიციაში იმ 65 ხმას, რომელიც მათ თუ რაც დარჩება სავალო დათვლის შემდეგ, როგორც ოპოზიცია გამოიყენება და იბრძოლებენ მომავალში, პოლიტიკაში დარჩენისთვის. ეს კარგი ფაქტია. ორი მესამედი საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც აქვს პიტერ მადიას, ეს სრულიად საკმარისია, რომ შეცვალოს ის დრაკონული კანონები, რაც ჰქონდა მიღებული ორბანის ხელისუფლებას, შეცვალოს ეს როგორც რუსული ფორპოსტი, ასე იყო ცნობილი უნგრეთი და ერთლიანად შეცვალოს და იმან უკვე მისცა ინტერვიუ და ძირითად საკითხებზე ილაპარაკა პიტერ მადიარმა, პირველი შეესახებოდა იმას, რომ მან უკვე თქვა, რომ ის აღარ დაადებს ვეტოს უკრაინისთვის 90 მილიარდი დოლარის გამოყოფას, მან ასევე ილაპარაკა რუსეთზეც და თქვა, რომ რა თქმა უნდა ენერგო რესურსი, რომელსაც ღებულობს ქვეყანა უნგრეთი რუსეთიდან რჩება დღის წესში და ამ გეოგრაფიას ვერავინ არ შეცვლის, მან ეს სიტყვა იხმარა ზუსტად, მაგრამ ეს არაპირდეს მეგობრობას პუტინთან. აი ასე გაუსვა პირდაპირ ხალხს. რომ მოლაპარაკებები ალბათ საჭიროების შემთხვევაში გაგრძელდება, მზადთვა რომ შევხვდე თავად რუსეთის პრეზიდენტსაც პუტინსაც, რომ ამ ენერგო მიწოდებაზე, ენერგო უზრუნველყოფაზე ჩემი ქვეყნის ველაპარაკო, მაგრამ მე მასთან არ ვიმეგობრე. კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ევროკავშირი ამ შემთხვევაში ეს ბოლო ფორპოსტი იყო, ასე ვთქვათ, ავტოკრატიული რეჟიმი, ავტოკრატიული ინსტიტუციისა უნგრეთში, სადაც დადიოდნენ ჩვენი ბედოლათებით, აწევული მთავრობის ლიდერებიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის თითქმის ყოველ მეორე კვირას ბუდაპეშტში იყვნენ. ესეც უნდა ჩავთვალოთ, რომ მორჩა მართალია დღეს ყველაზე ადრე სწორედ ფიცომ სლოვაკეთის პრეზიდენტმა მიულოცა მადიას გამოთქვა სურვილი თანამშრომლობის და მასთან ერთად მიულოცა ოცნების პრემიერმა კობახიძემ და მას გამოთქვა სურვილი, რომ უნგრელ და ქართველ ხალხს შორის განვითარდება მომავალი თანამშრომლობა და გამოთქვა ასეთი სურვილი. რა თქმა უნდა იყოს ეს თანამშრომლობა, მაგრამ ფაქტია უკვე ისეთ ავტორიტარულ ქვეყანასთან სამწუხაროდ, როგორც არის საქართველოს მთავრობა დღეს და ასევე მე მგონი ბოლო სატელიტი დარჩა რუსეთს, იმიტომ რომ დაკარგა ფაქტურად ირანი, სადაც ვიცით რა ვითარებაც არის და როგორი მოვლენები მიმდინარეობს, დაკარგა სირია, დაკარგა სომხეთი, დაკარგა აზერბაიჯანი, დაკარგა მთელი ცენტრალური აზია პუტინმა და ისევ რჩება იმედად და ერთადერთ სხივად, ასე ვთქვა, თავისი ავტოკრატიული გაგრძელებისა ბელორუსთან ერთად საქართველოს.
იმედია რომ ეს დამთავრდება და დასრულდება, იმიტომ რომ ქართულ ხალხს ეს არ სურს. ქართული ხალხის 80% სურს ზუსტად ისე როგორც ეს მოხდა უნგრეთში, რომ ასრულდეს მათი ნება, წავიდეს საქართველოს ევროპული კიდევ უფრო გაძლიერებული ევროპული ოჯახისკენ და იგრძნოს თავი მათთან ერთად სრულყოფილ თანამედროვე სახელმწიფოდ, დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელიც ეკონომიკურად გაძლიერდა, რომელიც თავის შვილებს გაუხსნის გზას განათლებისკენ, ტექნოლოგიებისკენ, მომავალი თავისუფალი ცხოვრებისაკენ, რაც ჩვენს ახალგაზრდობას ჩვენ ძალიან ძლიერ მოტივირებულ განათლებისკენ სწრაფ ახალგაზრდობას სურს. რუსეთმა აქამდე არ მიულოცა პიტერ მადიას გამარჯვება და უფრო მეტიც სადაც 2 საათის წინ პესკოვმა პუტინის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ არ მიულოცავს კრემლი პიტერ მადიას როგორც არამეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს გამარჯვებას. ნუ ესეც უცნაურია ძალიან. ვფიქრობ, რომ მომავალში ალბათ დაფიქრდებიან, რომ ეს არ არის თანამედროვე ქვეყნის როგორი ავტორიტარიც არ უნდა იყოს ის თანამედროვე ქვეყნების ლიდერები ასე არ იქცევიან. საჩვენები იყო აბსოლუტურად დემოკრატიული, ღია და ის რომ პუტინის მეგობარმა ორბანმა ვერ შეძლო გამარჯვება, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ აქ რამე დაირღვა, არავინ აბსოლუტურად არ ლაპარაკობს რაიმე დარღვევაზე. კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გაკეთდა დუმაში და არაერთი რუსი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ორბანს არჩევნები წააგებინა 11 აცნაკლები ტრამპმა. უშკოვი არის ასეთ კომიტეტის თავმჯდომარე დუმაში, რომელიც პირდაპირ განაცხადა, რომ სწორედ დონალდ ტრამპმა წააგებინა ორბანს არჩევნები უნგრეთში. რა საფუძველი აქვს ამ განცხადებას და რამდენად სერიოზულია ეს? ხედულობაში აქვს ალბათ რუს პოლიტიკოს ის ფაქტი, რომ 3 დღით ადრე უნგრეთში არჩევნებამდე ტრამპმა მიავლინა იქ ჯეი დივენსი, ესეც ძალიან უცნაური რამ იყო და საერთოდ ჯეი დივენს ძალიან სულ რაღაცებში ხვევენ I'm ბოლო თქვით უკვე ხო ირანთან მოლაპარაკები რომელიც წინასწარ არ იყო ცნობილი რომ რამე იყო მზად და ასეთ თარებაში მისი გაგზავნა ისლამაბადში ეს მისი რეპუტაციისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იყო და ასევე არანაკლებ სერიოზული დარტყმა იყო ბუდაპეშტში 3 დღით ადრე არჩევნებამდე ეს ხო პირდაპირ საჯარო ჩარევა სუვერენული ქვეყნის არჩევნებში როდესაც მან პირდაპირ მოუწოდა უნგრელ ხალხს რომ არ მოусმინოთ ბრიუსელს ევროკავშირის წევრი ქვეყნის დედაქალაქში იძახის ამას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი არ მოუჩილოთ ერთი წუთი წარმოიდგინეთ თქვენ რომ პირიქით ევროპის რომელიმე პრეზიდენტი ქვეყნის საერთოდ საფრანგეთის პრეზიდენტი რომ ჩავიდეს ვაშინგტონში და ამერიკელ ხალხს მოუწოდოს რომ არა არ უსმინოთ თქვენ ვაშინგტონს არ მოусმინოთ და მე მომისმინეთ. დაახლოებით ასეთი რამ გამოვიდა დივენს, მან თქვა, იქ განაცხადა, რომ თქვენ ბრიუსელის ყველაზე არიაროთ, აირჩიეთ ორბანი არის ჩვენი მეგობარი, ტრამპის მეგობარი. შემდეგ ამას მოყვა ტრამპის განცხადება ვაშინგტონიდან, რომ ჩვენ ვიცით, რომ იქ ეკონომიკური პრობლემები, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, თუ თქვენ ორბანს აირჩევთ. თუ ორბანს აირჩევთ, ჩვენ მას დავეხმარებით ეკონომიკის გამართვაში და ამერიკა ყველაფერს გააკეთებს. ეს იყო რა თქმა უნდა ღია და დარჩებოდა ძალიან ცუდ ფაქტად და რეპუტაციის შემნახავ ფაქტად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამან უდავოდ იმოქმედა მობილიზაციაზე რომ ალბათ მოსკოვში სწორად ის აქვს ხედველობაში რომ მეორე დღესვე თუ 58% ქონდა მადიას იქ დამოუკიდებელი გამოკითხვებით 62%-მდე ავიდა მეორე დილასვე ამ დივენსის განცხადების და ტრამპის ამ განცხადების შემდეგ მისი რეიტინგი უნგრეთში. რა თქმა უნდა, ეს შეურაცხყოფილი იყო უნგრეთის ხალხისთვის და რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ გავლენას ნამდვილად მოახდენდა არასწორი ნაბიჯი. ასეა თუ ისეა, უნგრეთში ხალხმა გაიმარჯვა, უნგრეთში გაიმარჯვა ხალხის ნებამ. ეს ძალიან სერიოზული ჭკუის სასწავლებელი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც გადმოვიდეთ ახლა საქართველოში, სწორედ და ვინაიდან რისთვის დგას ეს ხალხი რუსთავზე?
რატომ არის ამდენი პოლიტპატიმარი 40-ზე მეტი პოლიტპატიმარი თვეებია შედან პოლიტიკური პარტიის ლიდერები პოლიტიკოსები ციხეებში ისინი სინდისის წყვეტად შერაცხული და მას ასე ეძახიან ევროპაშიც ამერიკაშიც უფლებადამცველები უკვე ისინი მოხდნენ ასევე ეუთოს ამ ცნობილ დასწრებში მოსკოვის მექანიზმის ყველა ითხოვს მათ განთავისუფლებას პიერიკში მაგრამ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლება ამბობს უარს აი ხა შველიებენ რომ ისინი არ აღიარებენ რა უნდა აღიაროს ამ ხალხმა რომ განსხვავებული აზრი გამოთქვეს რომ მათ განსხვავებული პოზიცია აქვს რომ ისინი ქვეყნის თავისუფლებას ითხოვენ რომ ის თავისუფალ არჩევნებს ითხოვენ და ამის გამო უნდა იჯდნენ ციხეში ამის გამო მათ ისინი აწამეს ზემეს მე რამდენად ავატირებენ და რა ჯარიმები დააგისეს და ნუ შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენება სწორედ მათ უკავშირდებათ შენ ამის შემდეგ ისინი ახლა უკვე დატყვევებულები არიან და ციხეში არიან და ციხეში იხდიან სასჯელს აი ეს დაუსრულებლად საქართველოში ვერ გაგრძელდება იმიტომ რომ ეს განცხადებები რასაც ივანიშვილის ხელისუფლება აკეთებს ამ ბოლო დღეებში რომ მათ სურთ ევროპასთან კავშირის აღდგენა რომ ამერიკასთან სურთ ახალი ფუძვლიდან ურთიერთობის დაწყება და გადატვირთვა და ასე შემდეგ ეს არ მოხდება ეს შეუძლებელია პოლიტიკური პატიმრების პირობებში და ეს ამერიკასთან მიმართებაში ყველაზე ხაზგასმით ჩაწერილია ივანიშვილის მიმართ გამოყენებული სანქციის ტექსტში ფინანსთა სამინისტრომ ხაზინამ ამერიკის როდესაც დაასანქცირეს ვიძინა ივანიშვილი იქ პირდაპირ ჩაწერა რომ ეს სანქციები უკავშირდება ივანიშვილის მიერ რუსული ინტერესების შესრულებას საქართველოში. ანუ ძალიან ცხადია და ჩვენ ვიცით კიდევაც ხომ აი რუბიოს წერილი რომ გამოგზავნეს ადრე და რაზედაც საუბრობდა ამერიკის ელჩი სანამ ის აქ იყო საქართველოში სანამ დავიდოდა რომ იქ პირდაპირ ესეწერა რომ განთავისუფლეთ პატიმრები და შეწყვიტეთ რუსეთის ინტერესების გატარება საქართველოში. ეხლა ვითარება თითქოს გააქტიურდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყო დეპარტამენტის სახლდების მაღალი წარმომადგენელი წაიყვანეს ის ანაკლიაში აჩვენეს იქ არაფერი არ ხდება მაგრამ აჩვენეს ის რა ვითარება როგორ გამოიყურება ეს ანაკლია შემდეგ იყო რუბიოს ზარი ოცნების პრემიერთან თუმცა ამერიკის ხარემ განმარტა რომ ეს უკავშირდებოდა შავი ზღვის საკითხებს ამერიკა-კავკასიის საკითხებს და უსაფრთხოების საკითხებს ნუ საქართველოს სხვა ინტერპრეტაცია გაუკეთა თავრობაში თქვეს საქართველოსი რომ გადატვირთვაზე იყო საუბარი და ასე შემდეგ ამერიკის მხარეს ეს არ დაუდასტურებია. ნუ საეჭვოა რომ იქ რამე გადატვირთვაზე ყოფილიყო საუბარი შავი ზღვა ბატონებო უნდა ვთქვათ აი ამ ვითარებაში რაც ახლა ირანშია სულ გაჭიანურდა ეს და ისე არ მოხდა როგორც ამერიკის პრეზიდენტ ტრამპს წარმოედგინა ასე ადვილად ეს საკითხი არ გადაწყდა მას ამაზე აფრთხილებდნენ კიდევაც ირანი არ არის ვენესუელა ირანი ძალიან დიდი ქვეყანაა 95 მილიონიანი დიდი ტერიტორიით და რაც თავარია სხვა სულისკვეთებით ამ ქვეყანას უზარმაზარი ისტორია აქვს დიდი ომები აქვს გავლილი და ეს როგორც წესი კვალს ტოვებს როგორც ქართველებს რომელსაც ჩვენს წინაპრებს ჩვენს მეფეებს დიდ მეფეებს მოუწიათ აი საოცარ ტურბულენტურ საუკუნეებში დაეცვათ საქართველოს, ეომათ საქართველოს გულისვით და საქართველოს ხალხს ეტყობა კიდევაც ეს ის მეომარი სული გვაქვს შემორჩენილი საბედნიეროდ ასევე ირანელებს რომელიც დიდი სიბრძნით და ძალიან დიდი გამჭირვებით გამოირჩევენ ეს ცივილიზაციის სოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია მოგხსენებათ სპარსეთი და ასე ადვილად ისინი არც დანებდნენ და არც მომავალში არ დანებდებიან. შესაბამისად, ის რაც შეუთანხმებლობა რაც აქვს ტრამპს, იგივე ევროკავშირთან, ან ბრიტანეთთან, იგივე იაპონიასთან, მოკავშირეებთან, ხო, ავსტრალიასთან, კანადასთან მათ შორის და ასევე იაპონიასთან ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მოკავშირეებთან, ხო?
ისიც არის გაუცვლელი და არასწორი ნაბიჯები, რომ მას შეეძლო ძალიან ადვილად ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ იაპონიის ახალ პრეზიდენტ ქალბატონ შეხვდა და როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იაპონელმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა ტრამპს, რომ ჩვენ ხომ მოკავშირეები ვართ თქვენი და რატო არ შეგვითანხმეთ ეს თავდასხმას თუ აპირებდით ირანზეო, ტრამპმა ძალიან როყიო და არაკორექტული პასუხი, რომ თქვენ როდის შეგვითანხმეთ ჩვენ როცა პირველ ხალხს დაესხით თავს, ეს როდესაც ახალი პრეზიდენტი იჯდა იქ და ძალიან უხერხული სიტუაცია ჩამოყალიბდა, რომ ფაშისტური იაპონიის, საშინელი იაპონიის ქცევაზე მოთხოვა პასუხი თანამედროვე 21 საუკუნეში ახალ პრეზიდენტს და ამას იყენებდა საბაბად იმისთვის, რომ შენს მოკავშირეს არ შეუთანხმე სამხედრო ოპერაციის დაწყება, ანუ ეს უნებრივია, ეს არ არის თანამედროვე პრეზიდენტის შეიძლება თქვათ პირდაპირ ძალიან მეგობრულადაც, რომ ეს არ არის თანამედროვე პრეზიდენტის სწორი დიპლომატია, სწორი ასე თქვათ ტაქტიკა, ტაქტის უნდა თუგნებოდ, მაგრამ ზუსტად ასე მოიქცა ის ევროკავშირის ქვეყნებთანაც და სწორედ ამიტომ დღეს ევროკავშირი არ ერთვება და ამიტომაც შეიძლება პირდაპირ თქვათ, რომ გახანგრძლივდა ეს და გახდა ესეთი წარმოიდგინეთ ომის ქვეშ მყოფი ქვეყანა ირანი ხედავს, რომ ეს მოწინააღმდეგეები დასავლეთი ერთად არ არის. ეს ერთობა რომ არ არის, ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად აქეზებს წინააღმდეგობისაკენ სწორედ იმ ქვეყანას და ანუ ის გრძნობს, რომ მართალია ეს პირდაპირ ირანს არ უჭერს ხალხს მაგალითად ევროპა, მაგრამ არც ამერიკას არ უჭერს და ისრაელს ხალხს. ამბობს, რომ უნდა შეწყდეს ეს ცეცხლი, ხო? რაც რა თქმა უნდა ძალიან ადვილად შეიძლება წარმოვიდგინეთ, რომ გარკვეულ უფრო სიმამაცეს ძენს იმ ხალხს, ვისაც დაესხენ თავს და ვის მხარესაც ამ შემთხვევაში არის იმათ დაესხნენ თავს, ასე ვთქვათ, ირანს და ირანი სწორედ ამაზე აპელირებს, რომ ჩვენ დაგვესხეთ თავს, ჩვენ თავს ვიცავთ, ჩვენ ხალხს ვიცავთ, ჩვენს მომავალს ვიცავთ და ასე შემდეგ. და შავი ზღვა ამ კონტექსტში არის ხმელთაშუა ზღვის აუზის გაგრძელება ფაქტიურად, მაგრამ ამ შემთხვევაში არის ირანის ჩრდილოეთის ზურგი. დღეს 21 საუკუნეში, როცა სამხედრო გემებზე არსებული სარაკეტო სისტემები მეფინავენ 2000, 2500, 3000 კილომეტრის მანძილზე საშუალო რადიუსიან რაკეტებს ეძახიან ამას. შავი ზღვის აკვატორიაში აი ესეთი ხომალდები წვდებიან ირანის ნებისმიერ წერტილს, ხო? ან ახლოს არის ირანი ჩვენთან. და ასეთ შემთხვევაში ამერიკის შავი ზღვა იძენს სტრატეგიულ მნიშვნელობას. აქედან იწყება ლაპარაკი უსაფრთხოებაზე, სისტემაზე, საქართველოსთან ურთიერთობაზე. აი, ამას ჩვენი მთავრობა არ აღიარებს, არ ამბობს არაფერს, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ რუსულ-ჩინური კომპანიის შემოყვანა უნდოდა ანაკლიაში. ახლა ამაზე უკან დაიხიეს, იქ რაღაც რუსები არიან, რაღაც ჩინელები და ახლა ამერიკელები ჩაიყვანეს იქ. მაგრამ რომ ვივარაუდოთ ძალიან გვაქვს ჩვენ ამის უფლება, რომ ხმამაღლა ვიფიქროთ ამაზე. პირველი საკითხი რადგან ეს შავი ზღვა იყო ნახსენები სწორედ რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კობახიზესთან საუბრის შემდეგ, საუბარი იქნება ამაზე, რომ შავ ზღვაში ამერიკელებს სულთ თავისი ყოფნის ნიშნულობის გაზდა შეიძლება ითქვას, რომ იქ უფრო მეტი ამერიკული ინფრასტრუქტურა იყოს, ამერიკული კონტროლი იყოს და ხა რუსეთი არავის დასამალი არის, რომ თუმეტეს ამერიკელებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეხმარება ირანს, ისე ვერა როგორც ირანელები მოელოდნენ იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომ სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ. მაგრამ აცხადებს კიდევაც მოსოვი, რომ ჩვენ ირანს არ დავტოვებთ გაჭირებაში, ჩვენ ირანს დავეხმარებით და ასე შემდეგ და ჩვენ მოკავშირეები ვართ ირანის, ამას აცხადებს. დღესაც აცხადებს რუსეთი, ხო, ამის შესახებ. აი, ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვინაიდან მას უმტკიცებს საქართველოს ჩვენ თქვენი მეგობარი ვართ, ეს სტრატეგიული მოკავშირის სტატუსით, რომელიც საქართველოს ჰქონდა და აი ამ
ბედოვლათების გამოისობით შეეჩერა ამერიკის მხარემ, მაგრამ ეს შეჩერება არნიშნავს მის გაუქმებას, ხო? აქედან ამერიკული სპეცსამსახურები ასად არ წასულან საქართველოსთან, ხო? სტრატეგიული ურთიერთობების შემდეგ. ასეთ ვითარებაში უნდა ვიგულისხმოთ, რომ გარკვეული უკან დახევა საქართველოს მთავრობას ამ შემთხვევაში ამ რუსული სატელიტებიდან შეემჩნევა უკვე ღიად, თუმცა ამას არ აღიარებენ, ამაზე არ ლაპარაკობენ. აი ასეთ დღეში არის მოკლედ შეიძლება ითქვას საქართველოს მთავრობა, რომ რუსეთს საიდანაც ის იღებს ქვილს, ზეთს და ყველაფერი დენს ელექტროენერგიას. მაგრამ მათ შორის იღებდა ნატო პროდუქტებს, რომელიც ახლა თავად რუსებს გაუჭირდათ ძალიან და ბენზინის და დიზელის ექსპორტის შეჩერებაზე ფიქრობენ, გამოაცხადეს კიდევაც ამის შესახებ, რაც სერიოზულად იმოქმედებს, ისედაც ძვირდება. ხო, გაზვირდა თბილისში ძალიან სერიოზულად ნავთობის პროდუქტები, ბენზინი, გაზის გაზვირდა, დიზელის გაზვირდა, ბენზინის გაზვირდა, ელექტროენერგიაც გაგვიძვირეს 33%-ით ხალხს, ვინც არ მივეკუთვნებით მილიონერების და ასე ვთქვათ, ბიზნესმენების და ოლიგარქების კატეგორიას და უფრო კიდევ დაბალშემოსავლიან და საერთოდ ადამიანებს, რომელთაც სიღარიბის ზღვაზე ან ზღვას მიღმა უწევთ ცხოვრება და ასე ძალიან ბევრია სამწუხაროდ საქართველოში, თუნდაც ავიღოთ პენსიონერები, რომელთა პენსია ვერანაირად მინიმალურ მოთხოვნებს და თუნდაც აი ყველა საარსებო მინიმუმსაც ახლავს ვერ უახლოვდება და ასეთი თითქმის მილიონია თუ სხვა აი დახმარებაზე მყოფ ადამიანებსაც მივამატებთ 1 მილიონი გამოდის ო თითქმის მე-13 მოსახლეობის საქართველოსი, აი სწორედ მათ გაუძლიერეს 33%-ით ელექტროენერგია. ახლა ამ გაჭირვებაში, ამ უბედურებაში გაუძლიერეს ელექტროენერგია, რაც იმოქმედებს ეს არ გაუძლიერეს მათ გაუძლიერეს ბიზნესმენებსაც, პურის ხობელებსაც პირველ რიგში. ანუ გაძვირდება ყველაფერი, ხო? ყველაფერი გაძვირდება, ისაც დაკავშირებულია ტრანსპორტირებასთან, საწყობებთან, წარმოება, რომელიც ელექტროენერგიას ხმარობს და მოიხმარს, ხო? ყველაფერი თვითაღებულებაზე აისახება და გაძვირდება შემდეგ პროცესში. ამას ჩვენ უკვე გზნობთ ყველანი მაღაზიებში, ყველაფერი გაძვირდა. შეუძლებელიც არის ადევნო ამას თვალი. ფაქტობრივად პროცენტები გამოიყვანო, იმიტომ რომ ჩვენი სტატისტიკა ტყუის, ტყუებიან რომ თქოს რაღაცები ასე არ არის, ყველაფერი კარგად არის, ამ დროს ყველაფერი არ არის კარგად, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ სერიოზული პრობლემები, ყველაფერი ამას ერთვება აი ეს ტყუილები, რომ ამათ სულთ რო იყვნენ ბოლომდე როგორც ეგონათ რომ რუსეთი გაიმარჯვებდა უკრაინაში და მე რუსეთი უპატრონებდა ივანიშვილის ხელისუფლებას და ასე შემდეგ, რომ არავისთვის დასამალია რომ ივანიშვილის ცნობიერება თვითონ არის რუსული. ის იქ ცხოვრობდა, იქ მიაღწია მან წარმატებას, იქ იშოვა ფული, იქ ყავს მეგობრები, იქ ყავს ბიზნეს პარტნიორები და მისი მთელი როგორც ბიზნესი არის რუსული, მისი ცნობიერებაც ეკონომიკური მათ შორის პოლიტიკურის თუ გააჩნია ასეთი, იმიტომ რომ ის თვითონ არ არის პოლიტიკოსი მოგხსენებათ, მაგრამ არის რუსული. ანუ რუსულ პრიზმაში უყურებს ის დანარჩენ სახელმწიფოებს, მათ შორის ევროპასაც და ამიტომაც მოხდა ის, რომ უკრაინის ასე ვთქვათ პრიზმაში ორბანის და ივანიშვილის დაუპირისპირდნენ ევროკავშირს. ევროკავშირს არ ემორჩილებოდა, არ ცნობდა და ამის გამო დასაჯეს კიდევაც ორბანი, ხო, მას შეუჩერეს რამდენიმე მილიარდიანი ფაქტობრივად ტრანში, რომელსაც ის ღებულობდა ევროკავშირისგან, როგორც ადრევენ ყველა ევროკავშირის წევრ ქვეყანას და უნგრელ ხალხს დააგდა ეს და უნგრელმა ხალხმა ფაქტობრივად მიიღო სერიოზული ეკონომიკური დარტყმა ამის გამო. თავად კი შეაჩერდა ვეტო და უკრაინისთვის დახმარებას, აი უკრაინის გამო ორბანი უპირისპირდებოდა და ეს ყველაფერი უკავშირდებოდა მოსკოვს. ანუ უკრაინას თავს დაესხა რუსეთი, როცა უკრაინას ანუ მსხვერპლს ებრძოდნენ თბილისიდან და ბუდაპეშტიდან, ბუნებრივია ეს რუსეთის დავალების გარეშე არ მოხდებოდა, ხო? ხა თუ ჩვენ წარმოვიდგენთ რომ რატო გაუშვა ტრამპმა დივენსი ბუდაპეშტში 7-8
რიცხვში როცა 11-ში უკვე არჩევნები იყო, 12 წლში არჩევნები იყო. ანუ 3 დღით ადრე მიავლინა ბუდაპეშტში მხარდასაჭერად. ახლა გარეგნულად შეიძლება ეს ასე ჩანდეს, რომ ტრამპი და პუტინი ერთად ეხმარებოდნენ, ხო? მაგრამ ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა, სულ სხვა ინტერესები ჰქონდა რუსეთისთვის ეს იყო ფორპოსტი, ასე ვთქვათ, შუაგულ ევროპაში, სადაც სპეცსამსახურები მუშაობდნენ რუსული, სადაც იყო მოლი, ეს არის საკმაოდ დიდი გიგანტური ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების ქსელი უნგრეთის ტერიტორიაზე, რომელიც სწორედ ნავთობსადენი დრუჟბა, ასეთი, რომელიც გაივლის, სწორედ გადის უკრაინის ტერიტორიაზე და ამ დრუჟბის მეშვეობით სწორედ რუსული ნავთი მიეწოდებოდა უნგრეთს, უნგრეთი აწარმოებდა ნავთობპროდუქტებს, ავლენდა მას სლოვაკიასაც, სხვა ქვეყნებს ყიდდა ამას, იყენებდა ფაქტურად კეთილდღეობისათვის და პირველ რიგში, სულთა ოლიგარქიული ფულის დასაგროვებლად, კორუფციული ფულის დასაგროვებლად, ამის აი ამ რუსულ უნგრული სპეცსამსახურების ყველაზე კარგი მაგალითი იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიატოს და ლავროვის საუბრები, რომელიც გასაჯაროვდა და ძალიან დიდი რატომა იყო ლავროვზე და ამ სიატოზე, სადაც ევროკავშირის დახურული სხდომების მასალები და ინფორმაციები ამ სხდომის დამთავრებიდან 1 საათის შემდეგ სიატოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხსენდებოდა პირდაპირ ლავროვს. ეს იყო კატასტროფა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის გარდა, რა თქმა უნდა, იქ მუშაობდნენ ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს რუსული სპეცსამსახურები, მუდმივად იქ იყვნენ რუსი დეპუტატების, ისევე როგორც ქართველი საქართველოს მთავრობის თითქმის არ გავიდოდა კვირახოს, უგვესმოდა, რომ აი გაემგზავრა მაგა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთში. ჩამოვიდა მაგა ბოჭორიშვილი, გაემგზავრა პაპუაშვილი უნგრეთში და გაემგზავრა კობახიძე, ნუ ხო თვეში ერთხელ მაინც მიდიოდა და აქ სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე იყო კობახიძე პატრიარქის გაცილების, ხო? და მიატოვა აი ეს გარდაცვლილი პატრიარქი მიატოვა და უნგრეთში გაიქცა რაღაც კონსერვატორულ კონფერენციაზე, ანუ რა დონეზე მიაჩნდათ მას უნგრეთისთვის დახმარება და უნგრეთისთვის გამარჯვება ქაღალდულოსის პრიორიტეტად და ეს დაინგრა. პირველ რიგში უნგრეთში მომხდარი ეს ამბავი ანგრევს რუსულ ძირითად აი ამ ციხესიმაგრეს, რაც მათ თითქოს სერბეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის. უნგრეთი იყო მთავარი ღერძი, მთავარი კოშკი, იმიტომ რომ უნგრეთი იყო ევროკავშირში შიგნით, სერბეთი გარეთ იყო, სერბეთი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ან სერბეთშიც აქ როსნეფტის კონტროლის ქვეშ უზარმაზარი ნავთობგადამამუშავებელი გიგანტი რუსეთს სერბეთში, მაგრამ უნგრეთი მაინც სხვა იყო, ეს იყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც შუაგულ ევროპაში იყო რუსული კოშკი ფაქტიურად. და ეს კოშკი გადავიდა უკვე ევროპის კონტროლის ქვეშ. მთლიანად გადავიდა. აი ყველაზე ცუდ სიზმარში, რა თქმა უნდა, პუტინს ეს ასე ვერ წარმოედგინა, რომ ასეთი რამე შეიძლება უნგრეთში. აი ახლა ზუსტად ამ მოცემულ მომენტში 2026 წელს შეიძლება და მომხდარიყო, ისინი დარწმუნებული იყო, რომ ორბანი გაიმარჯვებდა ამ არჩევნებში. ამიტომაც ახლა სული დაბნეულობა არის მოსკოვში, მათ განაცხადეს მეორდები, რომ არ მიულოცავენ, ეს ნიშნავს, რომ ის სერიოზული ნერვიულობაა. თვითონ თუ გადახედავთ რუსულ მედიას, რუსულ ანალიტიკოსებს, ისინი სერიოზულად დაბნეულები არიან, რომ რას მოიტანს უახლოეს დროს, რას მოუტანს თავად პუტინის რეპუტაციას ორბანის დამარცხება, რომ თუ ჩამოვთვლით, ხო, რომ სირიის დაკარგვა, ირანში მომხდარი მოვლენები, ვენესუელა, შემდეგ ცენტრალური აზია მთლიანად, ხო, ყაზახეთი, უზბეკეთი, უპირისპირდებიან ფაქტიურად დროს. მერე აზერბაიჯანი, შემდეგ სომხეთი, ეხლა საქართველოს მიერ უკვე ეს აღდგენები, ხო, ანაკლიას ჩაყვანა ამერიკის წარმომადგენლის რუბიოს ზარი, კობახიძის მიერ მილოცვა დღეს, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ ჩვენ არ მიულოცავთ და კობახიძე მიჩქარამდილი და ადრე მიულოცა. ესეც ალბათ საკმაოდ ესე ყურად იღებენ, ასე ვთქვათ, კრემლში რა ხდება, თბილისშიც რა ხდება, ხომ არ არის სომხეთის მსგავსი, ასე ვთქვათ, ორმაგი თამაში, როცა ჩვენ გვაჩვენებენ, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თბილისიც შეიძლება გვისხდება ხელი და ან დაახლოებით
ამის მსგავსი ბორიაქის მსგავსი რამ შეიძლება იყოს მოსკოვში, იმიტომ რომ უნგრეთის მოვლენები სერიოზული დატყმა, სერიოზული კოლაფსია. აი ხა რა ინტერესი ქონდა ამერიკას. ამერიკის ინტერესი სულ სხვა, ეს არის არანაირად დაკავშირებული რუსეთთან, ეს არის რა თქმა უნდა რუსეთთან შეთანხმებული ერთობლივი რამე ურთიერთობა უნგრეთთან. ამერიკას სულს ძალიან რა თქმა უნდა რომ გააკონტროლოს ევროპაში სიტუაცია, ამას ვერ ახერხებს ინგლისის, ბრიტანეთის ინტერესები დაუახლოვდა ევროკავშირის ინტერესებს, როგორც არასდროს ისინი ერთად მოქმედებენ სტარმერის, მერცის, მაკრონის შეხვედრები არის სტაბილური და ურთიერთობებიც არის ძალიან ახლო და მჭიდრო და აქ შეღწევას ტრამპი ვერ ახერხებს. უნგრეთიც მისთვის იყო ფორპოსტი ევროპის შიგნით და ის ეძახდა ორბანს მეგობარს, ყველაზე მაგარ კაცს ევროპაში და ამის მეშვეობით ცდილობდა როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის და ასევე მისადმი ლოიალური კაცის ორბანის გამოყენებით თავისი ინტერესები შეეტანა ევროკავშირის შიგნით, ეცადა მისი ლობირება ორბანის მეშვეობით და ყოფილიყო კავშირზე, ქონოდა მუდმივი უკუ კავშირი და უკუ ინფორმაცია ორბანის მეშვეობით რა ხდება შიგნით და აი სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ბოლო შეხვედრებზე, სხვადასხვა ბოლო თვეების განმავლობაში სიატოს ან არ ასწრებდნენ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამ შეხვედრებს. ან არ ლაპარაკობდნენ ისეთ საიდუმლო და ისეთ ამის თანდაცრებით, უკვე აღარ ენდობოდნენ უკვე, რომ მას გაქონდა ინფორმაციები როგორც რუსეთისთვის, ასევე ვაშინგტონისთვის და პირდაპირ მათ და აი ამ როლს თამაშობდა სიატო და ესეც გამომჟღავდა, ესეც დადასტურდა ფაქტიურად და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩადგა პირველი ჩაიყენა თავად სიატომ, ის ვარყოფდა ამას და განცხადება გააკეთა ლავროვმაც, მაგრამ ფაქტია, რომ აქ კვამლი უცეცხლოდ ნამდვილად არ იყო. აი დღეს ესეც შეიცვალა. ტრამპმაც პრაქტიკულად დაკარგა და დღემდე სხვადასხვის ამ სალთებამდე რაც ტრამპს არ მიულოცია პიტერ მადიარისთვის გამარჯობა, ესეც უცნაურია, უფრო მოსალოდნელია რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიულოცავს პიტერ მადიარს ამ გამარჯვებას და ალბათ ითანამშრომლებს კიდევაც ეს მოსალოდნელია რომ ასე მოხდეს, მაგრამ აი რაღაც გაურკვევლობა ფაქტიურად ამასთან დაკავშირებით არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, იმიტომ რომ იქაც ეთყობა დივენსის განსაკუთრებულად ჩასვლის შემდეგ და არ ჩავიდოდა სხვანაირად ამხელა ფიგურა ბუდაპეშტში, ისინი მოელოდნენ რომ ორბანი გაიმარჯვებდა. ორბანი აწმუნებდა ყველას, რომ მას ისი აქვს ყველაფერი გაკეთებული და მომზადებული და ისეთი ლიდერი არის უნგრელი ხალხის, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს, რომ უნგრელი ხალხი კონსერვატორულად არის განწყობილი და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ასე არ არის, ეს ყველაფერი არის პირიქით სხვანაირად. აი ასეთი პრეცედენტი უკვე 21 საუკუნეში 2026 წელს საქართველოსთვის არის ნათელი მაგალითი, რომ ქართველი ხალხი, რომელიც არის მიდეკილი თავისუფლებისადმი, ჩვენი გასაოცარი ახალგაზრდობა და ძირითადი როლი უნგრეთში სწორედ ახალგაზრდობა მითამაშა. სწორედ ჯერითი ახალგაზრდა ლიდერი აირჩიეს 51 წლის არის. ძალიან საინტერესო კაცია, გამოცდილი კაცია და მე მას ტარანტებები და უსურო უნგრელი ხალხის საკათილდღეოდ, რომ საქართველოში უნდა მოხდეს აუცილებლად მთელი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია, უნდა შეიქმნას ახალი ძალები. მე რა თქმა უნდა, სულ ამბობდა წერ ამაზეც, რომ უნდა გამოჩნდნენ ახალი ძალები. აი ის ძალები, რომელიც ასე ვთქვათ, აქტიურობენ დღეს, მაგრამ არ ერთვებიან პოლიტიკაში. ანუ ბერი აცხადებს ასეთ რამეს, რომ მე არ მინდა პოლიტიკაში ჩათვა, მე არ ვარ პოლიტიკოსი. ახლა ამის დრო არ არის. პოლიტიკოსი უნდა გახდეს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი ავტოკრატიული ხელისუფლებისგან. განსხვავებული აზრი, ვისაც გააჩნია, რომ ასე ცხოვრება, როგორც ჩვენ მოგვიწოდებს დღეს კობახიდე, პაპუაშვილი, ივანიშვილი, აი ეს ხელისუფლება, ხო? საიდკენეს ჩვენ ამათ მივყევათ, ხო? ეს რუსეთის გუბერნიის მსგავსი რაღაც, აი რუსული ნარატივები ცხოვრობს სახელმწიფოსადმი, რომელიც აგერ უნგრეთი
გაექცა ამას დაანგრია ეს კოშკი და წავიდა თავისუფლებისკენ, წავიდა საერთო ევროპული ოჯახისკენ, მიზნებისაკენ, რაც ძალიან მალე დაეტყობა უნგრელ ხალხს და ძალიან მალე მიაღწევს ისინი წარმატებას. საქართველოსაც ეს სულს მეტი არაფერი. საქართველოს სულს საერთო ევროპულ ოჯახში ცხოვრება. ამიტომ საჭიროა გაერთიანება, ძალიან დიდი გაერთიანება ქართველი ხალხის, ახალგაზრდების, ყველა თაობის, რომ მათ ფაქტობრივად იგივე შედეგი დადონ საქართველოში. აი ეს მინდოდა მეთქვა, ჩემო თვითფასება, მომავალ კვირაში ჩვენ ალბათ კიდე მეტი გვექნება სასაუბრო, იმიტომ რომ უნგრეთთან დაკავშირებით მეტი გვეცოდინება და ირანთან დაკავშირებით. წარმატებულ კვირას გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.